ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად ქორეოგრაფი ლელა გვენცაძე წარადგინა. აღნიშნული თანამდებობა აქამდე ანზორ სულხანიშვილს ეკავა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი გახდა. როგორც პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, ლელა გვენცაძე გასულ წლებში გაწეული შრომისა და პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია. ბატონი ანზორი სულხანიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ანსამბლს, იცით რომ დაკავდა სხვა საქმიანობით, გახდა თელავის მერის საკრებულოს წევრი, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, შესაბამისად საჭირო იყო დანიშნა ხელმძღვანელის ახალის. ჩვენ წარვადგინეთ დღეს ქალბატონი ლელა გვენცაძე, რომელიც იყო მთავარი ქორეოგრაფი და ქონდა მას საკმაოდ დიდი დამსახურება და საქმიანი ნიჭი იმისათვის, რომ წარუძღვეს ამ ანსამბლის საქმიანობას და შესაბამისად ქონდა მას შესაბამისი დამსახურებაც. მინდა აღვნიშნო, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ერთ-ერთი პროფესიონალური ანსამბლია და ამ ანსამბლის წინსვლაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ანზორ სულხანიშვილს და მის შემდეგ ჩემი ხელმძღვანელად დანიშნა ძალიან დიდი პატივია და პატივთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.